70-იანი წლების კატალონია ხელოვნებაში ესპანელმა ფოტოგრაფმა მანელ ესკლუსამ იმდროინდელი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ფოტოფირზე აღბეჭდა და სერიას დაპატიმრებული მზერა უწოდა. 40 წლის წინ მზერის სიმბოლიკაზე შექმნილი ნამუშევრები ხვალ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოიფინება. ექსპოზიცია 16 საათზე გაიხსნება და 15 დღეს გაგრძელდება. დაპატიმრებული მზერა ასახავს ავტორის ბრძოლის პროცესს, სადაც იგი ფიზიკურ და სულიერ უძლურებას უპირისპირდება. ძალიან დიდი გავლენა დღეს, როდესაც ეს ნამუშევრები იკითხებოდა, ჩემზე იქონია მისმა შემოქმედებამ. არის ძალიან საინტერესო, ბევრად მისტიური და აუცილებლად უნდა ნახოს თითოეულმა ბათუმელმა და თითოეულმა ხელოვანის მოყარე ადამიანმა. მანელ ესკლუსასი, ეს არის ესპანეთში და არა მარტო ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი. სწორედ ამ სერიამ მოუტანა მას ძალიან დიდი წარმატება. მზერის სიმბოლიკაზეა მთელი გამოფენა აწყობილი და აქ არის საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება შავსა და თეთრს შორის.